ხო, დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მინდა პატრიარქის ხსოვნას მიუძღვათ ახლა რა. კაცმოთნეობა არ არის ახლა ის ქმედება, რომელიც ქრისტიანს უნდა ჰქონდეს. ღმერთთან დაიფაროს ყველა ადამიანი კაცმოთნეობისგან, მაგრამ პატივის მიგება და სიყვარული ადამიანის მიმართ ეს არის ყველა ჩვენთაგანის ვალდებული. უწმინდესი წავიდა ამ ქვეყნიდან კაცი, რომელმაც უდიდესი ეპოქა შექმნა. ეს იყო კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი ღმერთამდე მიიყვანა და ძალიან ბევრ ადამიანს სწორი გზა და სწორი ცხოვრება აჩვენა თავისი მაგალითით, სიტყვითაც და საქმითაც. ჩვენ ლაპარაკი ყველა შეუძლია ახლა რა, მაგრამ საქმის გაკეთება ცოტა გუჭირს ადამიანებს და უწმინდეს სიტყვაც უჭრიდა და საქმითაც აჩვენებდა ნამდვილ ქრისტიანის სახის. ის პირადად ჩემი ორი შვილის ნათლი არის, ასე რომ და მთელი საქართველოს ნათლი არის, რომ 50,000 ბავშვზე მეტი ყავს გონი მონათლული რა. ხო და ასე რომ ფაქტიურად ჩვენ ისედაც ნათესავები ვართ ყველა ერთმანეთის, ყველა კაცთან მოდგმა და პატრიარქთან სულ სხვაღაცა კავშირია. ჩვენი მამა არის ახლა, ხო, ჩვენი სულიერი მამა იყო და ღმერთმა მისი სული სასუფეველში დაამკვიდროს, ესე გვინდა ჩვენ და დარწმუნებულ ასეც იქნება რა. და მე მინდა ესე რამოდენიმე მომენტი მისი ცხოვრებიდან თქვა, ახლა ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი მისაქებას სიტყვებს ჩაწერს, ძალიან ბევრი ადამიანი დაწერს და ასე შემდეგ და ესეც იქნება და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ამით დღევანდელი ჩვენ შეხვედრა მინდა პატრიარქის ხსოვნას მოკლედ მივუძღვნათ ახლა რა. როგორც თვითონ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ერთმა სასულიერო პირმა ასე მითხრა, რომ შენო საქართველოს ეკლესია როგორც სუდარა გადაფარებული ისე ჩაიბარეო და მართლაც ასე იყო. კომუნისტური ნომენკლატურის და ათეისტური რეჟიმის გავლენით ფაქტიურად საქართველოში თიცე ჩამოსათვლელი იყო დარჩენილი სასულიერო პირები. მოქმედი ეკლესია მონასტრები და ასე შემდეგ და ამ ადამიანმა ჩვენ ვიხედებით თვალნათლივ რამხელა ფერიცვალება და რამხელა გარდაქმნა გამოიწვია ჩვენი ადამიანების გულებში პირველ რიგში და ათასობით ტაძარია, უამრავი სასულიერო პირი, უამრავი ეკლესია მონასტრები და ეს ღვთის შეწევნით მოხდა, მაგრამ პატრიარქის დამსახურებით. პატრიარქს ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ეს ერთი. მე ახლა მიდი რაღაც ერთ-ორ მომენტზე, რომელსაც ზედაც არ უყვართ ხოლმე საუბარი და ხშირად არ ამბობენ და მე მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები მის ცხოვრებაში იყო და ბევრი იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი მომენტებზე გეტყვით ახლა. ჩემი მოსაზრებით მნიშვნელოვანი მომენტები პატრიარქის ცხოვრებაში. თქვენ იცით, რომ 60-იანი წლების ბოლოს, როგორც მახსოვს, საქართველოს ეკლესია კომუნისტური მთავრობის ზეგავლენით შეიყვანეს ერთ ორგანიზაციაში, ანუ ერთი ორგანიზაციის წევრი გახდა და ამ ორგანიზაციის სახელი იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭო, ასე ერქვა რა. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც არის როგორც ვიცი გაეროს პროტექტორატის ქვეშ და რა დანიშნულება ჰქონდა ამ ორგანიზაციას ყველა კონფესიების წარმომადგენლების გაერთიანება და რაც შეეხება სულიერი თვალსაზრისით, ეს განცხადებული რაც იყო პოლიტიკური თვალსაზრისით თუ ვიღაცების მხრიდან, რაც შეეხება სულიერი თვალსაზრისით, ზოგიერთს მიაჩნდა, რომ ეს იყო ის ორგანიზაცია, რომელსაც უნდა მოემზადებია ტახტი ანტიქრისტესთვის. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ბოლოს ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართება და ამ ბრძოლის მიზანი იქნება, რომ ეკლესიის დანგრევა, ადამიანების სწორი გზიდან გადაყვანა და საცდურში და არასწორ სწავლებაში ადამიანების გახვევა რა და ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ასრულ ჩავაგვირდებით სწორედ ეს იყო მაგალითად ახლა ძალიან ზოგადად თუ არ გამოგვივიდეს საუბარი ქრისტიანის მისია რა არის და განსაკუთრებით სასულიერო პირის უფლის სიტყვების შესრულება უფალმა რა თქვა მათი სახარებაში წერია რომ მოციქულს ასე ეუბნება უფალი რომ წადითო და მოიმოწაფეთო ყველა წარმართიო და მათ მამის ძის და სულიწმინდის სახელით ნათლიც. ანუ ყველა ადამიანი მოაქციეთო. და ეკლესიის წევრები გახადოთ. ამ ორგანიზაციის MSE ასე რომ ვთქვათ ახლა აბრევიატურა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რა იყო იცი? იქ რო იყვნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები აკრძალული ჰქონდათ პროზელიტიზმი, ანუ ქადაგება თავის სარწმუნოების. ანუ ფაქტიურად სასულიერო პირი, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი იყო, ეკრძალებოდა ქადაგება. და უფალმა რა უთხრა, რა გითხრა ჩვენ? თქვენი მთავარი მიზანი არის რომ იქადაგოთ და ხალხი მოაქციოთ და ეს ორგანიზაცია მას პირდაპირ კრძალავდა. ანუ ეს ფაქტიურად სახარების და უფლის მცნების საწინააღმდეგო ორგანიზაცია იყო და მოკლედ მოხდა ისე რომ მიუხედავად იმისა რომ ვითომ კომუნისტური
მთავრობა დაპირისპირებული იყო დაცალურ ცივილიზაციასთან, მას იდეოლოგიური და სხვადასხვა მიზეზების გამო აიძულებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფ ეკლესიებს ამ ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო. ასეთი რაღაცა იყო. და ჩვენი ეკლესიაც, ქართული ეკლესიაც, მოკლედ ზეწოლის შედეგად გახდა ამ ორგანიზაციის წევრი. და ვიდრე 1997 წლამდე, 97 წელს მოხდა ძალიან დიდი და მე ასე ვფიქრობ, მე-20 საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა თუ არ ჩავთვლით ავტოკეფალიის გამოცხადებას, ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი თვალსაზრისით, როდესაც პატრიარქის წინამძღოლობით ჩვენმა ეკლესიამ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიამ, ეკლესიათა მსოფლიო საბჭო დატოვა. ამას თვალხილული შედეგიც მოყვა. სულიერი თვალსაზრისით, იმ ორგანიზაციის ემიჯნება ჩვენი ეკლესია, რომელიც ღვთისმცნებას ეწინააღმდეგება, იქ არ შეიძლება გადაგება, ხო? ხო და ახლა თვალნათლივ რა დავინახე მე პირადად, თქვენ ისეთ 80-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის დროს ძალიან ბევრი ხალხი მივიდა ეკლესიაში. მაგრამ მე ხალხი უკან წამოვიდა ისევე რა. მე რო დავიწყე ეკლესიაში სიარული იყო 97 წელი, პროვინციაში ვცხოვრობდი ახლა და იქ ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა, მაგრამ როდესაც კი ქართული ეკლესია ტოვებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს, მე მას უყურებდი ჩემი თვალით. ეკლესიაში მივიდა ძალიან ბევრი ადამიანი და იქ დარჩა. მივიდა და წამოვიდა კი იყო ასეთი ხალხი, რომელიც მივიდნენ და წამოვიდნენ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ეკლესიაში. და ეს რატო ხდება? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი იცავს იმ პრინციპებს, რომელი პრინციპების დაცვა ღმერთმა ჩვენ დაგვავალა იმისთვის, რომ ამით ვაჩვენოთ მის მიმართ ერთგულება, ღმერთიც ასე გვაჯილდოებს და გვანოგეშებს ხოლმე. აი ესეთი მომენტი მოხდა და ფაქტიურად ქართულმა ეკლესიამ რაღაც რო იტყვიან, იწყო გამრავლება ეკლესიის მრევლის უმრავლესობა დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდები იყვნენ და პატრიარქის გასვენებაშიც და სამძიმარზეც თქვენი ხედებით რამდენი ადამიანი მივიდა, დიდები, პატარები, არ ვიცი ახლა ჩვენი მრევლი უყვებოდა პატარა ჩვილებიც კი ყავდათ საყვანილი და ერთი ჩვენი მრევლის წევრი 8 თუ 9 წლის ბავშვი არის და 5 საათი იდგა რიგში, რომ პატრიარქისთვის პატივი მიეგო რა და ეს ისე არ ხდება რა. შეუძლებელია თან ეს ხوارებისგან დაგეგმილი ყოფილა. არც ავიზ არ გამოუცხადებია, რომ მოდი ახლა დავორგანიზდეთ და იქ წავიდეთ. ადამიანმა თავისი გულით და გულწრფელი სურვილით, მოკლედ ესეთი რაღაცა გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა ღვთისშეწევნით მართლა ეხმარებიან უკვე ადამიანებსაც აქ სურვილი და მანქანებიც უკვე არის გამოყოფილი, მაგრამ თავიდან ხო ესე არ იყო ახლა რა და მადლობა ღმერთს ამისთვის. და პატრიარქის მოკლედ ესეთი დიდი საქმე გააკეთა. ასეთი რბილად ვთქვათ, არასწორი ორგანიზაცია, სწორედ მისი მეუხებით დატოვა ჩვენმა ეკლესიამ. მე კიდე ერთი ხშირშესახები მომენტი, რომლითაც მისი სიბრძნე კიდევ ერთხელ დადასტურდა. კოვიდის დროს მთელი მსოფლიო გაჩერებული ხო იყო. ყველა ფაქტიურად, ყველა კონფესიამ და უმრავლესობა მარტო ბულგარეთის ეკლესიას არ დაუკეტია, მე როგორც დანარჩენ ყველა ეკლესიამ ხალხს კარები დაუკეტა. აღდგომის ღამის თევაზე ხალხი ტაძრებში არ შეუშვეს, მეტიც ახლა დანარჩენ დღეებში კვირაობით ტაძარში ხალხს არ უშვებდნენ, არ აზიარებდნენ. გამიგეთ? პატრიარქთან მიდიოდნენ და მას თხოვდნენ, ზოგიერთი ამბობს მოითხოვდნენო, რომ ეკლესიები დაუკეტეთო ხალხს, მაგრამ პატრიარქმა ხალხს ტაძარი არ დაუკეტა. ამით ჩვენ გვაჩვენა თავის უდიდესი სიბრძნე და ის მისი სიბრძნე დადასტურდა იმით, რომ მე განცხადდა, რომ თურმე ეს ეგრეთ წოდებული ზოგია პანდემია და ასეთი შეზღუდვები რბილად თვითონ გადაჭარბებული იყო რა. მე გახსოვთ თქვენ, როგორ ამუნათებდნენ და შეურაცხყოფდნენ ხალხს, რომელიც აცრას არ იკეთებდნენ და პატრიარქს ამასაც თხოვდნენ, მე ჩვენ როგორც ვიცით, რომ გამოსულიყო და მოეწოდებია ხალხისთვის, რომ აუცილებლად აიცერითო და პატრიარქს ასეთი პოზიცია ჰქონდა, რომ ჩვენ არც ასე არის ქრისტიანობა, ჩვენ არც ვინც აიცრება, იმას არ განვიკითხავთ და ის ვინც უარს ამბობს აცრაზე, ვერც იმათ ვერ განვიკითხავთ. ეს ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ვისაც როგორ უნდა ისე უნდა გააკეთოს და შესაბამის ადამიანების დაყოფა ახლა აცრილება და აუცრელებად ეს იყო არაქრისტიანული, არაადამიანური და პატრიარქმა მაშინაც არის ესეთი ვიტყვი ვაჟკაცური პოზიცია და ნამდვილი ქრისტიანს როგორ შეეფერება, ისეთი პოზიცია დაიჭირა რა. და მადლობა ამისთვის და თქვენ იცით რომ პატარა ბავშვები ვახსენეთ და 50000 ბავშვი ვახსენეთ, შეიძლება რომ მეტი იყო მისი ნათლული, ახლა შეიძლება ციფრი ზუსტად ახლა არ ვიცი, ახლა შეიძლება შემეშალოს, მაგრამ პატრიარქის ამ ინიციატივამ გამოიწვია ის, რომ საქართველოში, როდესაც იყო ძალიან დიდი პრობლემა
დემოგრაფიასთან დაკავშირებით პატრიარქის ამ ინიციატივის შემდეგ მე სპეციალურად მაინტერესებდა და დემოგრაფიული ჟურნალებს გამოცემა ესე და ანუ იქ ამ ჟურნალებში არის ბალანსი ახლა გარდაცვლითა და დაბადებულთა შორის და პატრიარქმა სანამ დაიწყებდა მნათლობას დაბადებულს უფრო მეტი კვდებოდა, გარდაიცვლებოდა ვიდრე იბადებოდა და როდესაც პატრიარქი იწყებს გამოვიდა ამ ინიციატივით, იმის შემდეგ დემოგრაფიულ ჟურნალს ჩემი თვალით მაგრამ ნახე ამოწერილიც მქონდა სამწუხაროდ ახლა სპორცელი არ მაქვს თან და როგორ დაიწყო შობადობის გაზრდა, შობადობა გაიზარდა. ხალხი რომელიც საერთოდ არ ფიქრობდნენ შვილის გაჩენას, იმის გამო რომ ფიქრობდნენ და ასეც გახდა მე რომ ჩვენი შვილის ნაათელია გახდებაო პატრიარქი, შვილებს აჩენდნენ. ხო და ეს ყველაფერი გააკეთა პატრიარქამ იმისთვის რომ მას უყვარდა თავისი სამშობლო, უყვარდა ქართველიერი და მას მთელი გულით და მთელი სულით ემსახურებოდა. და ახლა ღვთის შეწევნით ჩვენც მოგვიწია მის პერიოდში ცხოვრება, მადლობა მას ყველაფრისთვის და ღმერთმა მოუქცეს ძალა, რომ ამ დიდ ადამიანს ჯეროვანი პატივი მივაგოთ. ღმერთმა აცხონოს ჩვენი პატრიარქის სული. ამინ.